მოგესალმებით. ევროკავშირი დღეს სრულად იმართება გლობალური deep state-ის მარიონეტი ევროკრატებით. შესაბამისად, პოლიტიკის ყველა მიმართულება, რომელსაც ისინი ატარებენ, ემსახურება არა მათი ქვეყნებისა თუ მოსახლეობის ინტერესებს, არამედ დამკვეთის ინტერესებს. ევროკავშირი არის გლობალისტური პროექტი. გლობალისტურმა პოლიტიკამ უნდა გაააქროს განსხვავებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ერები ერთიან მასად აქციოს. ეს მასა კი ნეოლიბერალური იდეოლოგიით უნდა იმართებოდეს. ეს პროექტი გლობალური deep state-ისგან მოდის, რომელიც ევროპის ქვეყნებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის პერიოდში, ჯერ საბჭოთა კავშირთან ბრძოლის ბერკეტად განიხილავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და 2006 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ტრილიონ ნახევარი ევროთი დაწინაურდა ამერიკასთან მიმართებით, ევროკავშირი შტატების კონკურენტი გახდა და მისი დასუსტების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. ევროკავშირის დასუსტება ისე უნდა მოხდეს, რომ გარეგნულად ყველაფერი ლამაზად ჩანდეს. გარეგნულად მხოლოდ იმაზე უნდა იყოს საუბარი, რომ ევროკავშირი ძლიერდება, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი უმაღლეს საფეხურზე დგას. სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაც მოწოდების სიმაღლეზეა. ევროპული კანონმდებლობა ხომ მით უმეტეს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ევროპა ყოფილ ევროპად იქცა, რომელსაც ევროკრატები მართავენ და რეალურად ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ევროკავშირი დასუსტდეს და სხვადასხვა პრობლემებმა ევროპის როგორც გეოპოლიტიკური პოლუსის არსებობა დაასრულოს. დღეს ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. სწორედ ამაშია იმის გასაღებიც, თუ რატომ იქცა დღევანდელი ევროკავშირი ყოფილ ევროპად. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი. ევროკავშირის მმართველი 7 სტრუქტურიდან აღმასრულებელი ვალდებულებები და უფლებები აქვს ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას. საინტერესო დეტალია, რომ თითოეული ევროკომისარი მანამ სანამ მუშაობას დაიწყებს, დებს ფიცს, რომ იხელმძღვანელებს საერთო ევროპული და არა თავისი ქვეყნის ინტერესებით. სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის სტრუქტურების ზესახელმწიფოებრიობა და ზეეროვნულობა. ახლა ასე დავსვათ საკითხი, რას ნიშნავს საერთო ევროპული ინტერესი. ევროპისა და ევროკავშირის ობიექტური ინტერესია იყოს ძლიერი პოლიტიკური პოლუსი დღევანდელ, უკვე შემდგარ მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგის პირობებში. იმისთვის, რომ იყოს პოლუსი, საჭიროა ევროკავშირს ჰქონდეს ძლიერი ენერგოსისტემა, დაცული საზღვრები, დანაშაულის დონე შესძლებისდაგვარად დაბალი იყოს. ევროპული სტრუქტურები უნდა იცავდნენ ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს. იცავდნენ იმ ევროპულ იდენტობას, რომელიც ჩამოყალიბდა წარსულის ისტორიულ-კულტურული მახსოვრობით. ევროკავშირის საერთო ინტერესია იყოს მდგრადი მშვიდობა და არა ომი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები საერთო ევროპული ინტერესების მომიზეზებით სწორედ იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რაც ჩვენ ვთქვით, ანუ ახალისებენ არალეგალურ მიგრაციას. ცდილობენ მაქსიმალურად დაფარონ მიგრაციის შედეგად დამდგარი დანაშაულის დონე. იბრძვიან ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ. ებრძვიან ოჯახის ინსტიტუტს. ამკვიდრებენ და ახალ-ახალ ვალდებულებებს იღებენ LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით. გამალებით ებრძვიან ევროპულ იდენტობასა და ნაცვლად მშვიდობისა, ომის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე არიან ორიენტირებული. ამის მარტივი მაგალითი ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენია. ცოტა ხნის წინ ფონ დერ ლაიენი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირს თავდაცვისა და გადაიარაღებისთვის 800 მილიარდი ევრო სჭირდება. სამაგიეროდ იმავე ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპაში მეცნიერების მოსაზიდად 500 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა გამოაცხადეს. ხომ საინტერესო კონტრასტია 800 მილიარდი იარაღისთვის და 500 მილიონი მეცნიერებისთვის. ხომ ძალიან კარგად ჩანს თუ რა არის პრიორიტეტი. პრიორიტეტი არის ომი და არა მშვიდობა. ასეთ მაგალითებში ჩანს, რომ არ არსებობს არანაირი საერთო ევროპული ინტერესი. უпростоრად, ის, რასაც ევროკრატები საერთო ევროპულ ინტერესს უწოდებენ, არის გლობალური deep state-ის დაკვეთა, რომლის ინტერესი ევროპის დასუსტებაა. ეს დასუსტება დანაშაულის მატების გზითაც უნდა მოხდეს. დანაშაულის მატება პირდაპირ არის დაკავშირებული არალეგალურ მიგრაციასთან. მაგალითად, ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახურის თებერვალში ჩატარებულ ბრიფინგზე გაფრთხილება გაკეთდა, რომ დანაშაულებრივი ბანდების ძალადობა იზრდება მთელ ევროკავშირში, რაც დაკავშირებულია მეტოქე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის
კონკურენციის ზრდასთან, ანუ იზრდება ორგანიზებული დანაშაულის რაოდენობა. ადგილობრივი ძალადობის, დანაშაულის ან ვანდალიზმის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საბერძნეთში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიასა და გერმანიაში. ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც მიგრანტების საბოლოო დანიშნულების ადგილად მიიჩნევა. დანაშაულის ზრდისა და მასთან მიგრაციის კავშირის მხრივ სამაგალითო ქვეყანა არის შვედეთი. 2020 წელს შვედმა სოციოლოგმა და პროფესორმა გორან ადამსონმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩანდა, რომ 2002 წლიდან 2017 წლამდე დანაშაულში ეჭვმიტანილების 58% იყო მიგრანტი. ხოლო თუ ცალკე ავიღებდით მკვლელობის მცდელობისა და გაუფრთხილებლობით მკვლელობის მონაცემებს, მაშინ 73% მიგრანტებზე მოდიოდა. არალეგალური მიგრაცია Deep State-ის ხელში წარმოადგენს ევროპის დასუსტების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. სწორედ ამიტომაც ეზიდებიან Deep State-ის მარიონეტის ჯორჯ სოროსის ფონდები ევროპის მიმართულებით აფრიკული წარმოშობის ღარიბ მიგრანტებს, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. მათი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე ვერც აღწევს და გზაში იღუპება. მიუხედავად საგანგაშო ციფრებისა, ევროპული მედია რა თქმა უნდა დუმს. ეს გასაკვირი არ არის. ევროკავშირში მედია სრულად კონტროლდება Deep State-ის მიერ და მხოლოდ მისი ინტერესების გატარებას ემსახურება. ევროპაში დღეს მოშლილია ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელზეც ერთდროს გაერთიანება იდგა და ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი იყო. მედიის თავისუფლებასთან ერთად გაუქმებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მოქმედებს მხოლოდ ერთი აზრის დიქტატი, ხოლო ვინც გაბედავს და ხმას აიმაღლებს ევროპის სავალალო მდგომარეობისა და ევროკრატების მავნებლური პოლიტიკის წინააღმდეგ, იმავე Deep State-ის კონტროლირებადი მედიის მიერ ცხადდება ექსტრემისტად, პრორუსად და დემოკრატიის მტრად. სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად ევროპაში დღეს სრულად გაუქმებულია ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის პოლიტიკური უფლებები, არჩევანის თავისუფლება და ის სრულად ჩანაცვლდა ვიწრო ჯგუფის უფლებებით, Deep State-ის ინტერესებით. სწორედ ამის შედეგია რიგითი ევროპელის ყოფა, რომელიც თავსმოხვეული მიგრაციული პოლიტიკის გამო საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. LGBT პროპაგანდის გამო კარგავს ტრადიციულ და ოჯახურ ღირებულებებს. ომისა და ევროკრატების მიერ წარმოებული ანტიევროპული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მომავლის რწმენა აქვს დაკარგული. ევროპაში დანაშაულის დონისა და მასთან მიგრაციის კავშირის შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. ევროპის დედაქალაქების ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათს სილამაზესთან ერთად უსაფრთხოება წარმოადგენდა. ბერლინის ღამის ცხოვრება, პარიზის რომანტიკული საღამოები, სეირნობა მილანის, ბრიუსელისა თუ ევროპის სხვა ქალაქებში საფრთხის შეგრძნებას არ უჩენდა არც ადგილობრივ მოსახლეობას და არც ტურისტებს. თუმცა ბოლო წლებში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და აღმავალი კრიმინალური სტატისტიკაც მოწმობს, რომ ევროპულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ყველაზე დიდ პრობლემას უკონტროლო მიგრაცია უქმნის. ევროპა შეიცვალა და პროცესი თითქოს შეუქცევადი გახდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეს რომ გადავხედოთ კმარა იმის სათქმელად, რომ ძალადობამ ევროპული ქვეყნები მოიცვა. თავდასხმები, რომლებიც 10 წლეულების წინ წარმოუდგენლად ჩაითვლებოდა, დღეს უკვე რეალობაა. ბრიუსელში ერთსა და იმავე მეტროსადგურთან AK-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ უბანში მიგრანტები ჭარბობენ და მედია იტყობინებოდა, რომ ეს ფაქტები შეიარაღებული ბანდების მატებაზე მიანიშნებს. საფრანგეთში ხელყუმბარის აფეთქებამ 15 ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა. ეს სისასტიკის ის დონეა, რომელიც დასავლეთ ევროპაში ადრე წარმოუდგენლად ჟღერდა. გერმანია და ავსტრია ტერორის მსხვერპლი გახდნენ. მიუნხენში ხალხს ავტომობილით გადაუარეს. ადამიანების სიცოცხლის მასობრივი ხელყოფა მოხდა ვოლცში, ხოლო ბერლინში ჰოლოკოსტის მემორიალთან ცივი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. პარიზში პოლიციელებზე დანით თავდასხმას შეეცადა რამდენიმე პირი. სტრასბურგის ქუჩებში ნახეთ შეიარაღებული დაპირისპირება მიგრანტების მიერ. და ეს მხოლოდ ცალკეული ინციდენტები არ გახლავთ. ეს ყველაფერი ღრმა კრიზისის სიმპტომებია. მიგრაციის წარუმატებელი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ევროპის საზოგადოებაში არასტაბილურობა, ექსტრემიზმი და დანაშაულის ზრდა შეიტანა. მცირე სტატისტიკაც რომ ვნახოთ, მხოლოდ გერმანიაში კრიმინალურ დანაშაულთა 41% უცხოელებზე მოდის, მაშინ როცა ისინი მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს შეადგენენ. დანით თავდასხმები ბოლო 2 წელში 40%-ით გაიზარდა. შვედეთში კი ეჭვმიტანილთა 58% მიგრანტია. მკვლელობების შემთხვევებში კი ეს მაჩვენებელი 73%-ს აღწევს.
გარდა ამისა, შვედეთი განსაკუთრებული შემთხვევაა იმ თვალსაზრისით, რომ კრიმინალური ბანდები, რომლებსაც მიგრანტები აკონტროლებენ, ძირითადად არასრულწლოვნებს იყენებენ დანაშაულებრივ საქმიანობაში. უკონტროლო მიგრაციით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ეკონომიკურ ასპექტებსაც მოიცავს, კარგი ნიადაგი აღმოჩნდა კრიმინალური ჯგუფებისთვის, რადგან ისინი მარტივად ითანხმებენ არასრულწლოვნებს გასამრჯელოს სანაცვლოდ და დანაშაულებრივ სქემებში იყენებენ. Deutsche Welle-მ შვედეთში არსებულ ვითარებას საგამოძიებო სიუჟეტიც მიუძღვნა. ავტორის თქმით, ამ მავთულხლართების მიღმა შვედეთის ყველაზე საშიში ახალგაზრდებიდან რამდენიმე იმყოფება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე შორეულ, დახურულ სარეპეტიტორო ცენტრში. ზოგი მათგანი მკვლელობისთვის არის გასამართლებული, დანაშაულისთვის, რომელიც მათ კრიმინალურმა ბანდებმა შეუკვეთეს. ამ ბანდების სისასტიკე იზრდება, ხოლო მათი წევრთა ასაკი მცირდება. ბანდები ძალიან გონებამახვილურად და პროფესიონალურად უდგებიან ბავშვების გადაბირებას. ქარსკა ქალაქია შვედეთის ცენტრალურ ნაწილში, რომელმაც მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 11 და 13 წლის ბავშვები მკვლელობის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. 2024 წელს ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ 15 წლამდე ასაკის 120 ბავშვი მკვლელობებში მონაწილეობასა და მათ ჩადენაში არის ეჭვმიტანილი. და როგორც Deutsche Welle იტყობინება, ეს რიცხვი ბოლო 2 წელიწადში შვედეთში 4-ჯერ გაიზარდა. კრიმინალური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია გერმანიაშიც და იმდენად ხშირი გახდა არეულობა და თავდასხმები, რომ ადგილობრივმა არხმა ველტმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელად ჩავარდნილი სახელმწიფო ბერლინი, კლანებისა და ექსტრემისტების აღმასვლა. Conditions like these. ქალაქში მსგავსი ვითარება დაავადებას გავს. ის ნელ-ნელა ვითარდება და არაერთ ღამეში იწყება. ბერლინი თანდათან კრიმინალური საზოგადოების პარალელურ დედაქალაქად გადაიქცა, სადაც აღნიშნული კრიმინალები სოციალური დახმარების სისტემით სარგებლობენ და სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას ღიად უპირისპირდებიან. ეს ქმნის გარემოს, სადაც კრიმინალური კლანები უპრობლემოდ აგრძელებენ საკუთარ საქმიანობასა და თაღლითობას. სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა ბევრ ასპექტში ვლინდება, ხოლო ორგანიზებული დანაშაული და კლანური სტრუქტურები ამას თავხედურად იყენებენ. ექსტრემისტი მემარცხენეები კი თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სისტემის ნგრევას განაგრძობენ. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისინი კანონის უზენაესობას კი არ იცავენ, არამედ აღნიშნულ კრიმინალებს უჭერენ მხარს. ფილმში დაპირისპირებებისა და არეულობის ფონზე აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტები ძირითადად მიგრანტებით მჭიდრო დასახლებულ უბნებში ხდება. აღმართული ბარიკადები, იარაღით მუქარები მძღოლების მიმართ და ეს ყოველივე ახალი წლის ღამეს. მათ ქუჩის ცენტრში ნაგვის კონტეინერები გადაწვეს, ზეთგი ლეიბები დაახარეს, როგორც ჩანს გარკვეული კედლის აშენებას ცდილობდნენ. მათ აკრძალული ფეიერვერკები პირდაპირ ერთმანეთს ესროლეს. სახანძროში მსურდა დარეკვა, თუმცა ისინი გადატვირთულები იყვნენ. შემდეგ დავინახე, რომ რამდენიმე ასეულ მეტრში სახანძრო უკვე ადგილზე იყო, თუმცა რა უნდა ქნა, როდესაც ბრბოში ცალკეულ დამნაშავეებს ვერ აღჩევ. ველტის ფილმში ნათქვამია, რომ ბერლინელები მიჩვეულნი არიან ხმაურიან ახალწლებს, მაგრამ 2022 წლის თავდასხმებმა პოლიციაც და საგანგებო სამსახურებიც შოკში ჩააგდო. მიგრანტები შეგნებულად ესხმოდნენ თავს მაშველებს. სიცოცხლისთვის სახიფათო თავდასხმებს აყენებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებისთვის იყვნენ გამოძახებულნი. სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს უკან დახევა მოუწიათ, ვინაიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს. ციბურგის რაიონში ერთი საცხოვრებელი კომპლექსი უკვე კლანური დანაშაულის კერადაც იქცა. ახალგაზრდებს კი იარაღზე წვდომა იქ მარტივად აქვთ. ბერლინში გაჩნდა უბნები, რომლებიც ფაქტობრივად კონტროლს მიღმა. ეს განსხვავდება ორგანიზებული დანაშაულისგან. ორგანიზებული დანაშაული ვითარდება თუ ფულის შოვნაა შესაძლებელი. როგორც წესი, ზოგიერთი ადამიანი ნებაყოფლობით უერთდება ძალებს, მაგრამ კლანური სტრუქტურები განსხვავდება. კლანის ზრდას ამარტივებს ის, რომ მათ აქვთ საერთო კულტურული ფონიც. ეს მხოლოდ გერმანიის პრობლემა არ არის, არამედ ეს პრობლემა მთელ ევროპას აწუხებს სწორედ Deep State-ის დაკვეთით ბრიუსელის უკონტროლო მიგრაციის პოლიტიკის შედეგად. უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ 2015 წელს მასობრივად გაუხსნა კარები მიგრანტებს და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კრიმინალური ვითარება მკვეთრად გაზრდილიყო. ევროსტატის უახლესი მონაცემებით, ევროკავშირის მოქალაქეთა 10%-მა განაცხადა, რომ მათი საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე დანაშაულს, ძალადობას ან ვანდალიზმს შეეჯახნენ.
ეს მაჩვენებელი 12.3%-მდე იზრდება, თუ მხოლოდ სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას განვიხილავთ. ევროპულ ქალაქებში მიგრანტებისგან გამოწვეული პრობლემები მხოლოდ ხულიგნობაში, ვანდალიზმში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქუჩის არეულობებში აღარ გამოიხატება. კადრები, რომელსაც ახლა ხედავთ, უკვე თითქოს იქცა ევროპელების ყოველდღიურობად, მაგრამ როდესაც კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს ცალკეული თავდასხმები მცირე პრობლემად გამოიყურება იმასთან, რასაც ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელი ჰქვია და რომელსაც ნიდერლანდებში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი პიტერ არდევრიესიც შეეწირა. ამსტერდამი, 2021 წლის ივლისი. პიტერ არდევრიესი ქუჩაში ახლო მანძილიდან 5 გასროლით მოკლეს. ის 64 წლის იყო. მკვლელობამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ექსტრემისტულ და ძალადობრივ მაფიას იკვლევდა, რომელიც ნიდერლანდებში მოქმედებდა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ნიდერლანდელი საზოგადოებისთვის? კოლაფს. შემთხვევის ადგილზე რამდენჯერმე ვიყავი. შეკრებილ ადამიანებსაც ვესაუბრე. ეს ყველაფერი ქსევ და ემოცია სიჩუმე. უბრალოდ წარმოუდგენელია. რას გულისხმობთ სიტყვაში კოლაფსი? იმას, რომ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო და უფრო დაუცველი ხდება. არ მესმის თუ რა ემართება ამ ქვეყანას. ეს ხომ მშვიდობიანი ქვეყანაა. თუმცა ეს მკვლელობა ერთადერთი არ გახლავთ. ეს მხოლოდ ერთია იმ მკვლელობების სერიიდან, რომელიც ნარკოტრაფიკმა გამოიწვია. ეს ტრაფიკი კი მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს. ბოლო 10 წელიწადში ნიდერლანდები და ბელგია ევროპის მთავარ კოკაინის დერეფნად იქცა. ეს უკავშირდება ორ მსხვილ სპორტს კონტინენტზე, როტერდამსა და ანტვერპენს. აქ ყოველ კვირას ათასობით გემი შედის და ითვლება, რომ ევროპაში მოხმარებული კოკაინის 50-80% სწორედ ამ კონტეინერებში იმალება. კორუფციის შესახებ ბევრი რამ მოვისმინე, როგორ მუშაობს ეს სქემა. მოდიან თუ არა ადამიანები შენთან და ფულს გთხოვენ. ისინი მოდიან, რათა შენი ვინაობა გაიგონ. თუ არ ითანამშრომლებ, ისინი შენი და შენი ოჯახის სიცოცხლის ხელყოფით გემუქრებიან. ეს ძალიან სახიფათო ბიზნესია. უმჯობესია თუ ამ ყველაფრისგან თავშორს დაიჭერ. როდესაც ამ ყველაფერში იწყებ მონაწილეობას, უკან გამოსვლა ძალიან რთულია. ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ის პოლიციამ დააკავა, მასთან ერთად მისი ორი კოლეგაც დაიჭირეს და გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ჩვეულებრივ წინასწარ პატიმრობაში რამდენიმე თვის გადარება მოუწევდა. როგორ ფიქრობ, ის ალაპარაკდა? 6 თვის შემდეგ ის მოკლული იპოვეს. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც მაგალითად მოვიყვანეთ იმის სადემონსტრაციოდ, რომ როდესაც ევროპაში კრიმინალის ზრდაზე ვსაუბრობთ, არ იგულისხმება მხოლოდ მსგავსი კადრები. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები შემზარავია და სიღრმისეული პრობლემების არსებობაზე მიანიშნებს, მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ევროპაში ფეხი მოიკიდეს და გაძლიერდნენ ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც ნარკოტრაფიკს აკონტროლებენ. ფინანსური რესურსებიც აქვთ და ძალაც მოსახლეობის ტერორისთვის. ტერორს ემატება ასევე ფინანსური დანაშაულები. 2025 წლის 14 აპრილს ანალიტიკურმა ცენტრმა GRC-მ ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ 2023 წელს ევროპის ფინანსურ სისტემებში სავარაუდოდ 750.2 მილიარდი ამერიკული დოლარის უკანონო სახსრები გადაადგილდა, რაც რეგიონის მთლიანი მშპ-ს თითქმის 2.3% შეადგენს. ამ ციფრების უკან დგას კრიმინალური ოპერაციები, რომლებიც მოიცავს მეკრთამეობას, კორუფციას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ადამიანებით ვაჭრობას და ტერორიზმის დაფინანსებას. ევროპაში გავრცელებულია კიბერთაღლითობები, როგორიცაა ფიშინგი, საქმიანი ელექტრონული პოსტის კომპრომეტირება, რომანტიკული თაღლითობები, ლატარიის თაღლითობები და სამუშაო ადგილების თაღლითობები. თუმცა ეს მხოლოდ ფიზიკური პირებისა და ბიზნესების ზარალს არ წარმოადგენს. თავად ბანკებიც განიცდიან ყველაზე დიდ ზარალს, საკრედიტო ბარათებით და გადახდებით თაღლითობით. Welcome to Germany. ფაქტია, რომ ევროპაში კრიმინალური ვითარება რადიკალურად გაუარესდა სწორედ მიგრაციული კანონების ლიბერალიზაციის შედეგად, რომელმაც განსხვავებული კულტურის მქონე ხალხი დიდი რაოდენობით მიიღო, რომელთაც ვერ შეძლეს ინტეგრაცია. პარალელურად კი გამოიწვიეს ეკონომიკური პრობლემები, რომელიც როგორც მიგრანტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეექმნა, რამაც თავის მხრივ ეტაპობრივად ვითარება უკონტროლოდ აქცია. რისი ანარეკლიც გაზრდილი კრიმინალია. გლობალური დიპსტეიტის მიერ შედგენილი დღის წესრიგის გამოხატულებაა უკონტროლო მიგრაციაც. დაკვეთა, რომელსაც ევრობიუროკრატია ასრულებს, რომელსაც
რასაც დიდი ბრიტანეთის მემარცხენე ხელისუფლებაც მიჰყვება და ნაცვლად იმისა, ისინი უსმენდნენ და ადეკვატურად აფასებდნენ არსებულ მძიმე ვითარებას პირიქით. ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ მიგრაციული პოლიტიკა. კრიტიკოსებს კი ფაშისტებად და ულტრანაციონალისტებად რაცხავენ, რასაც ბრიტანელი ტელეწამყვანის სიტყვებიც ადასტურებს. Now I'm going to do something which most journalists and presenters would მე ახლა ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რასაც ჟურნალისტებისა და წამყვანების უმრავლესობა ვერ გაბედავდა. ვისაუბრებ თემაზე, რომელიც საკმაოდ ტაბუ დადებულია და როგორც იტყვიან, ჩემთვის ძალიან მტკივნეული. ეს ეხება მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. როგორც მემარცხენეების საყვარელი ფრაზაა, ეს ჩემი განსხვავებული გამოცდილება გახლავთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ვხედავ, რომ ძალიან ბევრი დანაშაული, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ ამ ადამიანების მიერ არის ჩადენილი. ერთხელ სახლში ვბრუნდებოდი, ვიღაც კაცი ამედევნა, რომელსაც ავღანური ქუდი ეხურა და უცხო ენაზე რაღაცას გურთხუნებდა. ის პირდაპირ ჩემს კარამდე გამომყვა. მეზობლის სახლში მომიწია დამალვა, რადგან მისთვის მეფიქრებინა, რომ ვითომ ჩემს ბინაში არ ვცხოვრობდი. ის კაცი კი გარეთ იდგა და თავს იწესრიგებდა. ასევე მობილური ტელეფონის წართმევასცა და ერთმა ქალმა, რომელიც აშკარად სხვა ეროვნების იყო. მაშინ ვფიქრობდი, სად ვართ, რა ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ შემოვიშვით ისინი ქვეყანაში. იგივე ხდება ჩემი უახლოესი მეგობრის შემთხვევაშიც, რომელიც ჩემი ქუჩის კუთხეში ცხოვრობს. დიახ, ისიც ქერათმიანი ქალია. მას ყავს 4 თინეიჯერი ქალიშვილი. თითოეულ მათგანს ერთხელ მაინც შექმნია სექსუალური ძალადობასა და შევიწროებასთან დაკავშირებული პრობლემა. დაედევნენ, შეეხნენ, შეაშინეს. დღეს ლონდონში ცხოვრება ქალებისთვის საშიშია. რა ხდება? ამაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ. არ მაინტერესებს თუ ვინმე მეტყვის, რომ რასისტი ვარ. ჩვენს ორგანიზებულ დანაშაულთა დაახლოებით 90% ალბანელების მიერ არის ჩადენილი. ღვთის გულისთვის, რატომ ვიღებთ მათ? also guess what a woman with long blonde hair. კითხვაზე პასუხი მულტიკულტურალიზმია, თუმცა ლამაზი და ჰუმანურობით შეფუთული სიტყვის მიღმა მსგავსი რეალობა. As gang violence extends outside of its boundaries, raising fears among its neighbors about the და ისტორია აქაც არ სრულდება. აღმოჩნდა, რომ მიგრანტების ზრდასთან ერთად იზრდება მათი პოლიტიკური გავლენაც. იგივე გერმანიაში მუსლიმი ამომრჩევლების 77% მემარცხენე პარტიებს უჭერს მხარს, რაც ღია საზღვრების პოლიტიკის გაგრძელებას უწყობს ხელს და ამ ტენდენციის შეჩერებას თითქმის შეუძლებელს ხდის. ევროპა გადატვირთვის ზღვარზეა. ლიდერები, როგორიცაა პარტია ქრისტიან დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც ახლა უკვე კანცლერია, წინასაარჩევნოდ გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლზე საუბრობდა, თუმცა არჩევის შემდეგ უკან დახევა მოუწია. პარალელურად კი ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ყველაზე პოპულარული პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის შეზღუდვას, რომელიც ერთადერთია, ვინც უკომპრომისოა მიგრაციული კანონის გამკაცრების მოთხოვნისას. გერმანიასთან ერთად ნახოთ რა ხდება ევროკავშირის კიდევ ერთ ყველაზე დიდ ქვეყანაში საფრანგეთში, რომელსაც მიგრანტებთან დაკავშირებული ანალოგიური პრობლემები აქვს. ლიბერალურმა მთავრობამ იქ მთავარი კონკურენტი პარტიის შეზღუდვას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ მის ლიდერს მარინ ლეპენს, რომელიც ასევე დაჟინებით ითხოვს მიგრაციული პოლიტიკის ცვლილებას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. ასე რომ დროთა განმავლობაში ევროპის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება, რადგან აშკარაა, რომ მას გადატვირთვა, არსებული სისტემის დემონტაჟი და შეცდომის გადააზრება სჭირდება. თუმცა ამის პოლიტიკური ნება ჯერ არ ჩანს. ერთადერთი, რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ევრობიუროკრატიის პოლიტიკის შედეგად ერთ დროს მიმზიდველი ევროპა ყოფილ ევროპად გარდაიქმნა. მიგრანტის გაევროპელება არ გამოდის. მეტიც არ გამოდის მესამე და მეოთხე თაობის მიგრანტების გაევროპელებაც. შედეგად კი ევროპის ქვეყნები იღებენ დანაშაულსა და უამრავ პრობლემებს, რაც აისახება მკვიდრი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მიგრაციით გამოწვეული სირთულეები ერთ-ერთია იმ ჩამონათვალში, რომელსაც გლობალური deep state ევროკავშირის დასასუსტებლად და ევროპის ყოფილ ევროპად ქსევისთვის იყენებს. ამაში კი ხუთოსნების როლში სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები არიან. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. გვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.